ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში აუცილებლად სურს თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში და ეს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, იყო მოსურნე და არც ისე იშვიათ შემთხვევაში, ასე ვრბილად რომ ვთქვათ, ინიციატორი სხვადასხვა ტიპის, თუნდაც სიტუაციური გაერთიანებისა, თანამშრომლობისა, ერთობისა და ვფიქრობ, აქ რთულია ვინმე შემეწინააღმდეგოს ან შეეწინააღმდეგოს ნაციონალურ მოძრაობას ან მის რომელიმე ლიდერს, ხომ? ჩვენ ყოველთვის ხარს უჭერდით და დავუჭერთ ამ ტიპის ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ ყველამ ერთად, მათ შორის განსაკუთრებით თქვენმა მაყურებელმა, როდესაც საუბრობთ გაერთიანებაზე, რა შინაარს ვდებთ და რა აზრს ვდებთ ამ სიტყვაში გაერთიანებაში, ვინაიდან ამ სიტყვამ უკანასკნელ პერიოდში შეიძინა სხვადასხვა კონოტაცია. არც ვიცი ცოტა ადამიანისთვის უარყოფითი კონოტაცია. ხოლო სიტყვა გაერთიანება ბევრისთვის ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ერთ მუშტად შეკრას საარჩევნო პროცესისთვის, ალბათ დამეთანხმებით, ხომ? და არც ისე ასევე ცოტა ადამიანი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ხარდაჭერები მამსვედელობაში ამ პროცესს არ უყურებენ იმედიანად ბევრი მიზეზის გამო და მათ შესაძლებელია უკვე პრაქტიკიდან გამომდინარე სხვა ტიპის თანამშრომლობა ერჩივნოთ. თუ ჩვენ საუბრობთ გაერთიანებაზე, მაშინ უნდა ვთქვათ რა ტიპის გაერთიანებაზე საუბარი. სხვაგვარად, მე ამ ტიპის ურთიერთობას თანამშრომლობას ვეძახი, რაშიც ვიყავით წლების განმავლობაში ჩართული. თანამშრომლობა სულ არის ამ თანამშრომლობა ორი სხვადასხვა რამ არის, გაერთიანება და თანამშრომლობა თვისობრივად განსხვავდება. ხატია დეკანოიძემ რომ თქვა რომ ერთიან სიაზე ჩვენ არ ვართ მოკლედ ამ ტიპის თანამშრომლობა, ანუ ამაზე მიდის ლაპარაკი, რომ ერთიანი სია შეიქმნას. თანამშრომლობას არათუ წინ არაფერი არ უდგას წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში ხო ამის დემონსტრირება მოხდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ვართ თუ არა მზად თანამშრომლობისთვის, რომ გავხდეთ ადრე ვიდრე გვიან კანდიდატის სტატუსი მატარებელი სახელმწიფო, შემდეგ სრულფასოვანი წევრი დასავლური ოჯახისა, რა თქმა უნდა ვართ თუ არა თანამშრომლობისთვის მზად, რომ პოლიტპატიმრები ამ ქვეყანაში აღარ არსებობდნენ, ამ შემთხვევაში არსებული პოლიტპატიმრები რაც შეიძლება სწრაფად გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, რა თქმა უნდა ეს თუ საჭიროებს აქცენტირებას აგირკი ბატონო, ამისთვის როგორ შეიძლება მზად არ იყოს განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, ვართ თუ არა მზად თანამშრომლობისთვის, რომ ხედვა კონკრეტული წარედგინოს საზოგადოებას, როგორ ხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას პოსტბიძინა ივანიშვილის საქართველოში, ვართ თუ არა მზად თანამშრომლობისთვის ერთიანი თქვენ არიცით რა ტიპის გაერთიანებას თავაზობენ? ანუ არ გაქვთ კომუნიკაცია? მე მინდა გავმიჯნო თანამშრომლობა და გაერთიანება მკაფიოდ ერთმანეთისგან და შემდეგ მოგახსენებთ კონკრეტულად პასუხს თქვენს კითხვაზე. ვართ მზად თანამშრომლობისთვის საზოგადოებას, რომ მეტნაკლებად ერთიანი შეთანხმებული საკომუნიკაციო არხით ვესაუბროთ, განსაკუთრებით როცა ჩვენ გვიპირისპირდება რუსული ყაიდის თუ არა წმინდა რუსული პროპაგანდისტული ამოქოქილი გავარვარებული მანქანა, რა თქმა უნდა ვარ და ასე შემდეგ. კონკრეტულად რა ტიპის, ასე ვთქვათ, თანამშრომლობაზე, ჩვენ თანამშრომლობას ვეძახით, ჩვენი კოლეგები გაერთიანებას უწოდებენ. ალაგ-ალაგ ჩვენ ქონია საუბარი, მე პირადად ხოლმე ზურაბ ჯაფარიძესთან მქონდა ამ თემაზე საუბარი, ბაკუნიაში მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენ სტუდენტებს შეხვედრილი ყავით, ჩემი მეგობრები, კოლეგები პარტიიდან ასევე სხვადასხვა ადამიანს ესწრებენ, არაფერი მის მიღმა. ხო, ნაციონალური მოძრაობა ახლა მე მესმის. რა გითხრეს? აი ზურაბ ჯაფარიძეს ველაპარაკეთო, თავად ამბობენ რომ პულისები არ უნდა იყოსო და რა გითხრეს? ერთი ნაციონალურ მოძრაობაში ამაზე არც ერთი და არც ორი დღე არ ვსაუბროთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია და მავანი ისე წარმოაჩენს ახლა ალბათ მაინც მიუხედავად აი ამ სასიამოვნო ასე ვთქვათ იდეისა, რომელიც გულისხმობს გაერთიანებას, იქვე ტექსტებში ჩვენ ძვირფას მეგობრებსაც გაეპარება ხოლმე პარტიული ინტერესი, თითქოს ნაციონალური მოძრაობაში ახლა ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არა, ამასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე ჩვენ ველოდებით მათ პასუხს. არა, ჩემო კარგებო, ჩემო კოლეგებო, ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ნებისმიერ დღეს ნაციონალური მოძრაობა მე კოლეგებთან ერთად მზად ვართ
თუ არის ამის აუცილებლობა, შევხვდეთ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, ბუნებრივი ეს ალბათ მისაღები იქნება მათთვის. ზურასთან რაც შეეხება, მხოლოდ ეს ბაკურიანის ფოტოები გადავიდა, მხოლოდ ეს კომუნიკაცია. არა, ნამდვილად. რაც მართალია, გითხარით სპორადულად, ეხა მე მაგალითად ხოლო ზურა ჯაფარიძესთან მქონდა საუბარი, ხო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეხა არ მაქვს ურთიერთობის შესაძლებლობა ანელინე ხუშტარიასთან განსაკუთრებით და ეხა იქ კიდე გიორგი ვაშაძესთან, უბრალოდ ეხა ამ ეტაპზე მე არ ჩამოვიწყდა საჭიროდ, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო. ვფიქრობ, რახან ეს უკანასკნელი დღეები საკითხი, რომელიც აქტუალური გახდა მედია საშუალებებში საინტერესოა ჩვენი კოლეგებისთვის, ჩვენ მზად ვართ, თუნდაც ხვალ, თუნდაც ზეგ ნებისმიერ მაგრამ ამ ზურა ჯაფარიძეს აინტერესებთ, ხო? აი რაზე ვისაუბრეთ? რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ვრცლად, თანაც ვისაუბრეთ არა ერთიაზე, არამედ სტუდენტებთან ერთად, რაც საინტერესო იყო ნამდვილად. ჩვენ მარტო ორნი არ საუბრობდით, მეტი ადამიანის ჩართულობა იყო ამ დისკუსიაში. არის საკითხები, რომელსაც ხა ვეთანხმებით ორივე ერთმანეთს, არის საკითხები, რომელიც რბილად თქოს არის ღია. ეხა ბატონმა ვაშაძემ ახსენა რაც საერთო თქვენ მეკითხებით თუ ვინ ახსენა საერთო საარჩევნო სიაზეც არ უხსენებია ვაშაძემ თქვა რომ გაერთიანების მოსურნე ვიყავით და ვარ და ერთიანობის იდეა გაიმართა. ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანობის იდეა უნდა გამოკვეთოთ რას გულისხმობს. რას გულისხმობს ერთიანობის იდეა? თუ ეს რა თქმა უნდა არ არის ერთ რაღაცა სუბიექტად გადაქცევა, ახლა ამას წინ არაფერი არ ედგა და არ დაუდგება, ხო? ეს ერთიანი პოლიტიკური საინფორმაციო და ადამიანური რესურსები გავაერთიანოთ. ვაჩვენოთ ამომრჩეველს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლების ალტერნატივა. ეხლა ბლოკები არ არის 5%-იანი ბარიერია, ლოგიკურად ნიშნავს ალბათ საარჩევნოდ ალტერნატივა დაფიქსირება რაღაც ერთიანი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთიანი სია პირდაპირ გეუბნებით არის თავშივე განწირული. უბრალოდ წარმოუდგენელია. მით უფრო თუ ჩვენ ჯერ ერთიც უნდა ვისაუბროთ არჩევნები როგორ მოვიპოვოთ. მე 2024 წელს დაუშვათაც კალენდარით გაწერილი თუ არის არჩევნები, ხო? ეს არჩევნების მოსაპოვებელია თავისუფალი არჩევნებმა მხედველობაში. დაუშვათ ის რაც მოჩანს გვირაბის ბოლოს, ხო? არჩევნები თავისუფალ გარემოში ხო მინდა ჩატარდეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამას ნათელი უნდა მოფინოთ, თუ ჩვენ საუბრობთ საარჩევნო ნორმალური ან ნორმალურთან მიახლოებული გარემოს შექმნის გარშემოც თანამშრომლობას, მე აქ უბრალოდ ხედავ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას. იქნება ეს საპარლამენტო, არასაპარლამენტო, მეტნაკლებად ახლოს მდგომი შეხედულებებით პოლიტიკურ პარტიებს თუ შორს მდგომი პოლიტიკური შეხედულებების პლატფორმა, არ ვიცი, რამე ნეიტრალური ნომერი, ნეიტრალური სათაური და ერთიანი. ხო და ანუ ამაზე არის ხო საუბარი, რა? მე ვფიქრობ, თუ ვინმეს აწყობს, ეხლა პრაიმერისი არ ახსენა თქვენმა სტუმარმა? ზოგადად საუბრობს. თუ ვინმეს აწყობს პრაიმერისი თქვენმა სტუმარმა ახლა ახსენა შემომისცა, სანამ შემოვიდოდ რომ რაღაცა საუბრობდა პრაიმერის თაობაზე. კი ბატონო, პრაიმერს ახსენებენ, ვაშაძეც. თუ ვინმეს აწყობს პრაიმერისი და თუ ვინმეს აქვს გამოცდილება პრაიმერისის, ეს არის ნაციონალური მოძრაობა. მართლა გეუბნები, პრაგმატულად პრაიმერისში მონაწილეობის მიღება ახლა თუ ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან შევხედავთ ამ პროცესს აწყობს ნაციონალური მოძრაობა. უმაღლესი ალბათობით აბსოლუტურად ყველაფერს მოიგებს. და მე აქ კითხვას დავსვამდი რიტორიკულს. განა აწყობს ეს საერთო პროცესს, განა უხერხო მდგომარეობაში არ ჩააყენებს ჩვენ კოლეგა პოლიტიკურ პარტიებს, განა მეტიც დაუშვათ და შევედით ამ ტიპის გაერთიანებაში. გვაქვს იმის გარანტია, რომ ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში ჩვენი კოლეგები დარჩებიან ამ პლატფორმაზე? ეს პრაქტიკულად ბევრისთვის აღიქვება, რომ ბევრი მათგანი შემოვიდა და ინტეგრირდა ნაციონალურ მოძრაობაში. მე პირადად არაფერი საწინააღმდეგო არ მექნება, ხო? ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, იყო პრაიმერის მე პირადადაც, ხო, როგორც შიდა, ასევე გარე არჩევნებში მონაწილეობა მიმიღია. შიდა პრაიმერისიც გქონია ჩვენ 2013 წელს, ასე დაიწყო ჩვენი მონაწილეობდა მაშინ თქვენი თანაგუნდელი იყო. დიახ, ჩვენი პოლიტიკური კარიერა და მრავალი და როგორც თავმჯდომარე, ასევე
ასევე ელექტრონულ ფორმატში მოხდა არჩევა პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის და გარე არჩევნებს აღარ საუბრობთ. მაგრამ ხა თავდაბლობის გარეშე ვიტყვი, ყოველგვარი მიკი ბოკვის გარეშე ყველაფერს მოიგებს ნაციონალური მოძრაობა. ახლა თუ უნდა შევზღუდოთ მაშინ ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველთა მონაწილეობა საჯარო პრაიმერიში, დიახ, უნდა დავასრულებიოთ ეს. მაშინ ეს არ იქნება ბუნებრივი და ეს იქნება ხელოვნური. მარტივად გეტყვით პრაქტიკული მაგალითის სახით. შარშან ჩვენ შევთანხმდით, ხო? ოპოზიციური პარტიები და შარშანწი თბილისში, მაგალითად მაჟორიტარულ ოლქებზე. შარშან, ანუ თბილისში და არა მხოლოდ თბილისში და შარშანწინ თბილისში, მხოლოდ 8-ვე მაჟორიტარული ოლქიდან 8-დან 3 გააყენეთ, სადაც ვაშანზე იყო. 8-დან ამას ხონდა თავისი ახლა 8-დან 5 დავთმეთ, რაც როგორც შიდა დიდი და ცხარე დისკუსიის შედეგი იყო და არ იყო ადვილი გადაწყვეტილება მისაღებად. ჩვენ რო იქ პრაიმერისი ჩაგვეტარებია ან შარშან ან შანშაცინ 8-ვე ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დაუსრულებთ თუ შეიძლება იქნებოდა წარმოდგენილი და შარშან ყველა მერობის კანდიდატი და ყველა მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისში იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის. ჩვენ რა გავაკეთეთ? საჯაროდ გამოვიტანეთ ეს, ანუ დიახაც პოლიტიკის ნაწილი კეთდება ზოგჯერ არა საჯაროდ, არამედ კულუარულად და კულისებში. კულისებში დავსხედით და მივიღეთ კოლეგიალური პარტნიორული გადაწყვეტილება. სხვა გვარად რო გვემოქმედა მერწმუნეთ, ეხა აი შემიკამათეთ, ხო თქვენი სტუმარი, გიყვათ ჩემთან კამათი კი არა, ყველა სტუმართან ჩვენ. ხო, რომელიმე სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი გაიმარჯვებდა ოპოზიციური ფლანგიდან თუ პრაიმერის ჩავატარებდით, ვერა, ხო, სასახად შევთანხმდეთ ამ ყველაფერზე. ახლა გიორგის პატივისცემა ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, არის ამ წლების განმავლობაში ასა სხვადასხვაობა იქნება, იმიტომ ვართ უკვე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ თუ უახლოეს შარშანდელ მაგალითს ავიღეთ, მართლა როდესაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების უნიკალური პირველად უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში შანსი გაჩნდა, ყველა ოპოზიციური პარტია გავერთიანდით და მე მახსოვს პატივისცემით და არა კონფრონტაციულად არ მინდა არა უარი თქვა და მნიშვნელოვანია რა დაუდო სარჩულად ამ უარის თვალს მას არ უნდა და ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირება. მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ მას ჰქონდა წარი გამოცდილება ჩვენთან ურთიერთობის და არ უნდა და ეხლა მისი არჩევანი იყო და პატივი ვეცით, ეხლა შარშან ჩვენთან ურთიერთობა იყო საზიანო და ანუ გაუმჯობეს და ჩვენი ნეობრივი ნორმები. თქვას რომ ქვეყანაში არსებული ვითარება გაუარეს და რაშიც თანხმებით ახლა სხვა ტიპის პოზიციონირება ყურებისთვის სასიამოვნო ჟღერს ამის მიღმა ამის გარჩევას, როდესაც იწყებ ფაქტიურად არაფერი არათუ არ დგას. დიანა, პირიქით საზიანო არის პროცესისთვის. გეკითხები, თუ კი პრაიმერის მოძრაობა იქნება ცალკე. ეს არის გადაწყვეტილი. ცალკე რას გულისხმობთ? არა, ვითარ შეტყობთ. თქვენი მოპოვებულს თუ კალენდრით მოწეულ ნებისმიერ არჩევნებზე. ამ გადამოსახედით მოძრაობა იქნება ცალკე. გააჩნეთ ჯერ რა ტიპის არჩევნებზე საუბრობთ? ან არჩევნები ხომ მოსაპოვებელი გქონდა ეს გზა? მოუპოვებლად. ეკრიანი გასავლელი. აქ თანამშრომლობა. რომ არის ნერვიულოთ ისეც მოვა 2024 წელს და თუ უფრო ადრე მოიყვანთ. არ ვიცი თქვენ სექტემბერშიც დაანონსეთ რომ აი ძალიან მალე და ყველა აქტიურობა უნდა ყოფილიყო. კი, ნამდვილად და ძალიან სამწუხაროა რომ ორჯერ ორი რომ 4-ია ამის ახსნაც მიწევს უკანასკნელი, ვიცი, ერთი თვის განმავლობაში პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრიდან ნაწილი მხოლოდ წარმომადგენლებისთვის თუ რა უპირატესობა აქვს ვადამდელ არჩევნებს და რატო არ გვაქვს ფუფუნება ჩვენ 2 წელიწადი მოვიცადოთ და მე ხომ მოვისვენოთ თქვენს მოვისვენოთ განცხადებები რომ ოპოზიცია არ არის მზად განა ვადამდელი არჩევნების ვისაც თავისთავად ძალიან უცნაურია ან როგორ შეიძლება ოპოზიცია ხა თუ პერფექციონისტულად მიუდგებით ვერასოდეს ვერ იქნება ავტოკრატიული მძიმე რეჟიმის პირობებში მზად იმ ხარისხით რა ხარისხით ჩვენ წარმოგვიდგენია იდეალურად არჩევნებისთვის რა აბა მაშინ რანაირი ავტოკრატიული რეჟიმია და რანაირი რუსული ავტოკრატიული რეჟიმია მით უფრო მძიმე რომელსაც ტყვეები ყავს გამოკეტილი საპატიმროებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არა ამიტომ ჩვენ თანამშრომლობისთვის ახლა ისიც დავიწყოთ თანამშრომლობისთვის ვიყავით ვართ და ვიქნებით მზად მაგრამ იკა თანამშრომლობა დღესაც არის გუშინაც აბა გაერთიანება ახლა თუ ხოვდეთ გეუბნებით უნდა გაცხადდეს თქვენთან სტუმრად რო იქ არა მე სურვილი ალტერნატივის დანა
ასეთი ალტერნატივის ვადამდელი არჩევნებისთვის მეორე ტურის წინ, როდესაც შემოიკრიბეთ სხვა ლიდერები 2021 წელს თქვენი მეორე ტურის წინ, იხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე, კლიპი. არა, ეს იყო კოალიციური მთავრობის მოდელი, მაშინ სამწუხაროდ ყველა ცოტა ბუტაფორული, იმიტომ რომ უკვე რა თქია ბუტაფორული თქვენ იყავით თქვენ შეგეძლოთ გამარჯვება მოგეპოვებინა და ეს ხალხი თქვენი კეთილინებით მოადგილეებად დაგენიშნათ. მე რომ არ მოგეწინებოდათ გავუშვებდით სახში, იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ გამყარებული შესაბამისი, ანუ რეალური საკრებულოში ძალთა ბალანსი არ იყო. კოალიციური მთავრობის მოდელი და მართლა ძალიან ახლოს ვიყავით არა მხოლოდ თბილისში. სხვა ქალაქებში არ მინდა გამოჩნდეს ქუთაისიდან დაწყებული რუსთავით გაგრძელებული არ ვიცი ბევრ ქალაქში ზუგდიდში და კიდე ბათუმში ასევე განსაკუთრებით ხო ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასა თბილისში მოქმედი ბატონი კალაძე მეერი მაშინ მქონი არ ვიცი ყველა манипуляციების და არ ვიცი რისი გათვალისწინებით არა 5%-ს გადაცდა ძვლის 50%-იან ნიშნულს არა მაგრამ მაშინ რო ყოფილიყო ეს ერთსულოვანი ანუ მართლაც ეცულოვნება და ერთგუნდად შეკრა შესაძლებელია შედეგი უკეთესი ყოფილიყო თუმცა მე არა გამახოლო მარტო ვაშაძე ხო არ არის ფედერალობაში არ იყვნენ ადამიანები ხა არ მინდა ამაზე საუბარი ნუ ყველა ერთად იყავით და მაინც ვერ გაიმარჯვეთ და ახლა რა თქვენ გონიათ რომ ის შედეგი რომელიც ოპოზიციამ დადო ამ გაყალბების ძალადობის პატიმრობების ყვალდაკვალ ხალხს იარაღს უდევდნენ და დღემდე არიან საპატიმროში ადამიანები განსაკუთრებით სამეგრელოში არჩევნების პროცესში რომლებიც დააპატიმრეს დაატყვევეს ამიტომ ეს ასე ნუ წარმოაჩინდა შეურაცხყოფას ნუ მივაყენეთ ნუ რავის რომ ჩემი კეთილინება იყო არამედ ჩემი კეთილინება ჩემი სურვილი იყო რო არა ეგ ზურასი ელენესი განსაკუთრებით მამუკა ხაზარაძის ნება ეს კოალიცია ვერ შედგებოდა მაშინ ხო კოალიციური რაღაცა მოდელი მაგრამ მოდით დავასრულოთ ამ საკითხზე საუბარი ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის ჩვენ გვაქვს თქვენ არ გააკეთებთ არავისთან მომშენდა ნორმალურია არის თქვენი საზრით საუბარი ჯერ იმაზე რაც არ ვიცით სრულფასოვნად რას რა არის ნაგულისხმები ამ გაერთიანებაში მე ვფიქრობ გაერთიანებაში ვიცი რა რაღაცა დოკუმენტი ასე თქვათ არემარე ტრიალებს სადაც არის წარმოდგენილი შემდეგი შეთავაზება რომ უნდა ჩატარდეს პრაიმერისი ოპოზიციურ პარტიებს შორის ჯერ ერთის მოდით გულწრფელები ვიყოთ რამდენი ოპოზიციური პარტია მიიღებს ამაში მონაწილეობას ხო არ მგონია რომ ბევრი ძალიან რაც თავისთავად უკვე კონფლიქტური და კონფრონტაციულია რომელმაც უნდა გამოკვეთოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კენჭისყრით და გამოკვეთოს საარჩევნო საერთო სიაში ის პოტენციური დეპუტატები რომლებიც მომავალი მოწვევის პარლამენტში შევლენ და თქვენ აქ წარმოვიდგინეთ ერთი წამი ნაციონალურ მოძრაობა იღებს მონაწილეობას ასპარეზობს და ყველაფერს არიგებს და თუ კი თქვენ მეტყვით რომ მაშინ რაღაცნაირად უნდა მოვკრიჭოთ და ხელოვნურად დავაკონსერვოთ ის დიდი ხარდაჭერა რომელიც პარტიას აქვს ამორჩევლების სახით და მათ არ მივაღებიოთ монაწილეობა ეს იქნება თუ რამე იქნება არასამართლიანი შეიძლება ეს გულისხმობდეს თქვენ გახსენით ასე პოლიტიკური სეზონი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ამისთვის თუნდაც ამის ხო მაგრამ თქვენ მეკითხებით ტრიქონებს შორის რომ საერთოსია გაერთიანება არავით ხატია არა ერთი წუთი როგორ საერთო სია ხატია დეკანოიძემ ჰაერიდან კი არ მოვიტანა და არც მეც გეუბნები ამაზე არის საუბარი პოლიტიკოსებს ზუსტად ვიცი რაც ზუსტად არ ვიცი ამაზე არ ვსაუბრობ ხო ამიტომ უნდა გაირკვეს გაერთიანება მათ შორის ვადამდელი არჩევნების თაობაზე რამდენია სუბიექტია თანახმა მე გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ვინ არის და თუ ჩვენ ვემზადებით არჩევნების მოსაპოვებლად და ამ პროცესში შევდივართ პირობითად გეუბნებით ბატონ შავანათელაშვილს რატომ ეუბნებით უარს აღეუბნებით უარს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს თუ ჩვენ არჩევნები უნდა მოვიპოვოთ თუ ჩვენ არჩევნების მოსაპოვებელ პროცესში არ შევდივართ და 4 პარტიულ ან 5 პარტიულ ერთობაში უნდა ჩავიკეტოთ მაშინ ვინ არ გიდა ლელოს და ნაციონალურ მოძრაობას მათგან პასუხი ამიტომ რას გულისხმობთ არა ხო ამიტომ რას ნიშნავს ეს გაერთიანება საარჩევნო რაც ნუ არ გამოვა პირდაპირ გეუბნებით უმაღლესი ალბათობით არა ცალსახად არ გამოვა ერთიანი საარჩევნო სია მოემსახურება მხოლოდ და მხოლოდ
მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს და ეს შეგვიძლია გამოვიხილოთ. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ მას შეთევაზე უნდა გავუკეთო გიორგი ვაშაძეს ხეს, რომ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანდნენ და სიამოვნებით ჩვენ ამას ვიმსჯელებდით, ხო? და აქ შედეგზე ორიენტაცია, რომელიც უნდა იყოს ჩვენი პირველი პრიორიტეტი, რაიმე კარს გვიქადის? ჩვენ ხო შედეგზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ და არა პროცესისთვის, ხო? კი ბატონო, ჩვენ შედეგისთვის. აი თქვენ რასაკეთებთ ნიკამელი ამ შედეგისთვის? გულისხმობთ თუნდაც ვადამდელი არჩევნების მოპოვებას. თვეების წინ, მადლობა, თვეების წინ. ირონიულია დანარჩენი ოპოზიციის ნაწილი დღეს გახარიას გუნდის წევრი მყავდა ეთერში და ძალიან ცივა და არა და ოპოზიციაც ხელშემოდგომას ხდებოდა. რახან თქვენ ახსენეთ, რახან სეზონი სწორედ ამ ესე ვთქვათ მოთხოვნით გახსენით. ამიტომ გეკითხებით, თორემ მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომ აი რაღაცა დაუსრულებელი გეგმის მოთხოვნათ, მაგრამ თქვენ თავად დაანონსეთ, რომ ყველაფერს გააკეთებდით ვადამდელის მოსაპოვებლად. კი, და ამაზე არის როგორც ჩანს უფრო მეტი სამუშაო, ვიდრე ამის საჭიროება ჩანდა პოლიტიკური ოპოზიციის სპექტრი, ვინ არის ამ შეთავაზებაზე ყავულს და თანახმა, ხო? ბევრი დაინახეთ. თვითკმარი არ ხართ ნაციონალური მოძრაობა ამ იდეის გარშემო. არა, ხო, ჩვენ გეუბნებით ახლა მე როდესაც გავაკეთე ეს განცხადება, ეს არის გზა, რომელსაც უნდა გავუყვეთ, ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც აღმოჩნდა განგებ განზრახ ჩამოშებული რკინის ფარდის ძალიან არასწორ მხარეს. ანუ ჩვენი ყველა აქტივობა, ჩვენი ყველა მოქმედება, ჩვენი ყველა საუბარი პოტენციურ ამორჩევლად პარტიის შიგნით, პარტიის მიღმა უნდა იყოს ამ მიზნის გარშემო. ბუნებრივია ხა იმისი პროგნოზირება კონკრეტულ რომელ რიგით კალენდარულ დღეს ან თვეს გახდება ეს შესაძლებელი, არის ძალიან რთული, მაგრამ ხა პარტია ნაციონალური მოძრაობა ამ გზას არ გადადის, სხვა ალტერნატივა არის 2024 წლამდე ლოდინი და ჩემში თუ რამე გაოცებას იწევდა და ახლა უკვე ნაკლებად, როდესაც ვადამდელი არჩევნები როგორც იდეა არ მოწონს პატივცემულ ადამიანებსაც სრულ ირონიის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ამას აქვს ერთადერთი ალტერნატივა და ეს ალტერნატივა არის 2024 წლის არჩევნები და კი ბატონო, ასეთი პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, დიანა. ამიტომ რა არის იმაში უცხო, რა არის იმაში გასაკვირი, გარდა იმისა, რომ ერთი თვის თავზე განცხადების გაკეთებიდან დღეს თქვენ ვერ ხედავთ იმის მყარ საფუძველს, რომ ჩატარდეს. ხო, კი ბატონო, ორი თვის თავზე მყარ საფუძველს ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. მაგრამ ამ კითხები თქვენ რასაკეთებთ ამის ვაკეთებთ ძალიან ბევრს ძალიან ბევრს პირველ რიგში ჩვენი ამოცანა არის რომ მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო პარტიაში იყოს სრული კონსენსუსი და კონსოლიდაცია და ამ მიმართულებით ყოველდღიურად მუშაობთ. ეხა ჩვენ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ აქვს იმისი ფუფუნება, რისი ფუფუნებაც აქვს ბევრ მომცრო პარტიას. და მოგისმენთ ასეთი კომენტარი თქვენს ეთერშიც, რომ ისინი არიან პატარა პარტიები, ისინი ვერ დაამარცხებენ ცალკე აღებულ ბიძინა ივანიშვილს და ასე შემდეგ. ნაციონალურ მოძრაობას ამის ფუფუნება არ აქვს და ეს ათას ბედნიერება არის ძალიან დიდი პოლიტიკური პარტია, უამრავი 1000 მხარდაჭერით და ეს ჯვარი ჩვენი სატარებელია. დიახაც, იმიტომ რომ იმედი საზოგადოების დიდ ნაწილს ოპოზიციური პლატფორმიდან აქვს ჩვენს მიმართ და მოთხოვნაც შესაბამისად არის გაცილებით მეტი ჩვენს მიმართ. ამიტომ ხა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა არ უკავშირდება 2 და 3 დღიან ასე ვთქვათ ვადას. ჩვენ ამ პროცესში ვართ როგორც პარტიის შიგნით, ასევე პარტიის გარეთ და არსად არ წასულა მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებისა. არის პოლიტიკური პროცესი დახასიათებული აღმავალი და ერთხელ თქვენ წინა შარტოში თქვი დაღმავალი რაღაცა ფაზებით ვერ იქნები არათუ პოლიტიკურ პროცესში როგორც აქტორი, როგორც პოლიტიკოსი მუდმივად მაღალ ხარისხში და მუდმივად აბუყბუყებულ პროცესებში შენ ვერ იქნები მოწინავე ადგილას, მოყვება აქტიურობას ოდნავ დაღმასვლა და შემდეგ ეს პროცესი კვლავ გავარვარდება და მე ჯერა რომ უახლოეს პერიოდში კატალიზატორად
ჩვენ ვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რაც გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, ყველა ოპოზიციური პარტია და ჩემი მოსაზრება იყო და მე გავუზიარე კოლეგებს სხვა პარტიიდან, რომ იცით, ყველამ იგივე ვაკეთოთ მეტნაკლებად. იცით, იმიტომ რომ ყველამ შესაკრები ჩვენი გავზარდოთ და როდესაც რაიმე ტიპის ერთობაზე ან თანამშრომლობაზე მიდგება თამჭიდო თანამშრომლობაზე საქმე, ეს შესაკრებელი გაზრდილი რომ დაჯამდება, ხომ მეც მივიღებთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყოველმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯერ თავისი პოლიტიკური იდენტობა მიუხედავად იმისა, რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს სახელმწიფო. ჩვენი მთავარი პრობლემა ხო არის დღეს საქართველოში რა? ორპოლუსიანობა. ოღონდ არაპარტიული ორპოლუსიანობა, არამედ იდეური ორპოლუსიანობა. რუსეთი თუ დასავლეთი. მიუხედავად აი ამ მძიმე მართლაც ცივილიზაციური გამოწვევის წინაშე, სადაც აღმოჩნდა მთელი ქვეყანა, მთელი ქვეყნის მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიებები მნიშვნელოვანია იყვნენ აღჭურვილნი და ჰქონდეთ მარაგში, თუ შეიძლება ასე ვთქვა, ძალიან ერთგული ამორჩეველი, რომელიც თუნდაც მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში სხვადასხვა განსხვავებულ პარტიებთან არ დაიკარგებიან. ნაციონალურ მოძრაობას ყავს ძალიან მყარი ამორჩეველი და დროდადრო ის გადაუწყვეტელ ამორჩევას და პოტენციურ ამორჩევას არც თუ ისე უმნიშვნელოდ ზრდის და ჩვენი ასე თქვათ ამოცანაც ეს უნდა იყოს რომ გავზარდოთ და გავზარდოთ რაოდენობა ჩვენი მხარდაჭერებისა, რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეს ბევრს, მათ შორის ოპოზიციურ მოძრაობას, რომ არის ნაციონალური მოძრაობა ახლა ჩამოიშლება, დაინგრევა, დაიშლება, ბოკლომი დაედება ცენტრალურ ოფისს და იქნებ ვიღაცა იქ სადღაც ხელი მოითხოვს. ეს არის ამ პარტიას მოყვება, უთქვენოთაც მოყვება ეს ამომრჩეველი, რაღაც მიბმულია ამ პარტიასთან, კონკრეტული თავმჯდომარე შეიძლება ადგილზე ვინც არის ეს უფრო ეს პარტიას მოყვება მოკლედ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ყავს შენარჩუნებული აქვს თავისი მხარი ამომრჩეველი. ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა სამწუხაროდ, როდესაც პარტია ქართული ოცნებისთვის სამწუხაროდ, როდესაც პარტიამ არ განიცადა დანაკლისი და ვიღაცამ ძალიან უდიერი დამოკიდებულება არ გამოიჩინა პარტიის მიმართ, რაც ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით. ძვირი ფასის გადახდის ასე ხარჯზე მან ამ პარტიის სერიოზული ფაქტორი სააკაშვილის სახით თუ ის მართლაც გავა ამ პროცესში და შემდეგ ექნება მთავარი გამოწვევა. ჩვენ მოგვაყენეს, არა დიანა, ჩვენ მოგვაყენეს არაერთხელ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ძიმე დარტყმა, რამაც იქონია გავლენა ჩვენს პარტიაზე მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი საბუნებოდ მაშინ არ იყო ამ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობის იყო და მიზნად რას ეხასახავდა ეს მთელი ეს ზატური ცეცხლი პარტია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რომ პარტიას არსებობა შეეწყვიტა, მაგრამ ის რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს გამოირჩევა მართლაც გასაოცარი უნარით, რომ ყველა კრიზისი აქციოს შესაძლებლობად მე ვფიქრობ ეს ვილაპარაკებთ რეკლამის შემდეგ, მაგრამ მანამდე მინდა კითხოთ, როცა ვადამდელ არჩევნებს აანონსებდით, ამბობდით, რომ ლეგიტიმაციის კრიზისია ქვეყანაში და ამისთვის საჭიროა ვადამდელი არჩევნები. ასეთი ლეგიტიმაციის კრიზისი ხომ არ დადგა თავად პარტიაში თქვენთვის და აპირებთ თუ არა თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას პარტიაში. თუ ბევრი რამე მოხდა, მათ შორის კეზერაშვილზე თქვენი განცხადების გამო იქ პარტიის ლიდერებმა თქვენს რომ ნაკლებად გეთანხმებიან და ასე მე ეს ნორმალური პროცესი. თქვენ როგორც თავმჯდომარეს ხომ არ გაქვთ დღეს პარტიაში ლეგიტიმაცია? არა, მომისეთ დიანა, ჯერ ერთიც ამ პარტიაში განსხვავებული მოსაზრებები, რაც არ უნდა ოპოზიციურმა, კრიტიკულად განწყობილმა ტელევიზიებმა მესმის თქვენს ტელეკომპანიებში, ეთერებში არ მოდიან ოცნების წარმომადგენლები, ეს დებატები, რომელსაც მონატრებულნი ხართ, თქვენ ეთერში არ დგებოდა მუდმივად ეძებთ სკანდალს ოპოზიციურ პარტიებში, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში, გავსი საკითხი. ის რომ განსხვავებული პოზიციები არსებობს და იარსებებს, მე და არა მარტო მე ამით ვამაყობთ ეს. ეხლა არ მინდა მივუბრუნოთ ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე არაპარტია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, გარე ადამიანზე და ჩავთვალე, რომ ეს განცხადება უნდა გაკეთებულიყო პირველ რიგში და არა
მეორე რიგში პარტია ნაციონალური მოძრაობის ინტერესის გასათვალისწინებად. აბა მე რომ ჩემი პერსონალური ურთიერთობის დამყარება ან განვითარება მასთან მდგომოდა მეც მერწმუნეთ ეს ურთიერთობა ძალიან ადვილია. თუ არა თუ გაზლეგიტიმაციას როგორც პარტიის თავმჯდომარე მე თუ რამეში გამოცდილება მივიღე გეუბნებით ნაციონალურ მოძრაობა როგორც პრაიმერისი ჩატარებულია და მიღებული მაქვს იქ მონაწილეობა 2013 წელს აგერ შარშანწინ საჭირო იქნება და პირიქით მხოლოდ და მხოლოდ გრძნობ თავს უფრო მობილიზებულად, უფრო ორგანიზებულად და თუკი ჩვენი მეგობრები, რაზეც საუბრობთ, ეხლა ყოველდღე თქვენ გონიათ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში პარტიაში დიდად აღარ მოსწონხართ სიტყვაზე, ამას თქვენ როგორ გაიგებთ? პოლიცაბჭოზე და ეხლა უამრავ ეხლა ჩვენი თავი პარტია ნაციონალურ მოძრაობის პრობლემა რა არის დიანა? ის რომ ერთი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ვერ დავიხსენით ციხიდან. მთელი სათავე პრობლემების რა არის? ის რომ ნიკა გვანამია არის დღეს ციხეში. თუ კი ადამიანი ნებისმიერი აი 5 წუთში, არც 5 წუთში, 1 წუთში მივიღებ გადაწყვეტილებას და ყველანაირად არ ვიცი, ხელს შეუწყობ ისეთ ადამიანს, ვისაც ექნება კონკრეტული გეგმა უფრო უკეთესი, ან უფრო კრედიტი, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება მალე საპატიმროდან დავისად. ამიტომ თქვენ თუ ამას გულისხმობთ, რომ არის ნებათაღელვა პარტიის ხარდაჭერთა რიგებში, ბუნებრივია იარსებებს, რომ არ იარსება, ეს უფრო გასაკვირი იქნება და მე თვითონ როგორ შეიძლება კმაყოფილი ვიყო, როდესაც შესაძლებელია ისტორიული წარმოუდგენელი უსამართლობის ასე თქვა და მძიმე ფატალური შედეგის მომსწრე გავხდე პარტია ნაციონალურ მოძრაობის ხომ არ ფიქრობთ რომ რატომ არჩევნები ხომ არ სჭირდება არა ამ დროს არა სააკაშვილმა თქვა რომ აღარ მისი მოვისმენია, მაგრამ მოვისმინეთ მისი შვილის ადვოკატების ასე შემდეგ, ანუ რაღაც ფაქტორები შეიცვალა. იქნებ რა ფაქტორები შეიცვალა? ლეგიტიმაციის რესტარტი გჭირდებათ. ნაციონალური ამის საჭიროებას თუ ჩვენ დავინახავთ, ამაზე ვსაუბრობთ და თუ რამე მე შეურაცხყოფას მაყენებს და თქვენ ახლა მე მაყენებთ, მე ანუ ირიბად, მე ჩემს მეგობრებს ვეუბნები, ერთ ადამიანს მაინც თუ დარჩა შტაბ-ჭილება რომ ბრძოლაში, ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ პარტია ნაციონალურ თავმჯდომარეზე, რომელიც კაბინეტში ზის, ხო? და თანამდებობას იკავშება, ასე ჩანს. ვართ ბრძოლაში და თუ ვინმეს გონია, რომ დღეს პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარეობის სავარძელია და მე ამას ვურთილდები და ცივნიავს უბერავ იმ გაგებით რომ შევინარჩუნო და ეს არის ჩემი თავარი ამოცანა ამ ბრძოლაში, რომელსაც მე შემოვერთი 2013 წელს და ამიტომ უფლება ვიყო შეურაცხყოფელი და როდესაც თუ კი ვიგრძნობდი, ან ვიგრძნობ, რომ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში არის ამისი, ასე თქვა, განწყობა, რომ ჩვენ ახლა იქ უნდა ჩავატაროთ შიდა არჩევნები, მაგრამ გვისაუბრა ყველა წამყვან თანამდებობებზე, თუ სადმე გზნობ თავს მობილიზებულად ძლიერად, იმიტომ ეხლა მე რაც არ უნდა ვილაპარაკო თქვენს ეთერში. რა პლუსი აქვს შიდა არჩევნებს? აი და უსულოთ ამ. ხო, დიდი პარტია, უმსხვილესი, რომლის ბეჭებზეც გადავა ამ ქვეყანაში მომავალი მრავალი ათწლეული. და ამაში მჯერა. ჩვენ მეც არ ვიქნები, ბევრი არ იქნება, მაგრამ იქნება ნაციონალური მოძრაობა, პარტია, რომელიც დააფუძნა მიხეილ სააკაშვილმა და ბრენდი ქართული პოლიტიკური არ ვიცი, ცხოვრებისა და ფლაგმანია ქართული პოლიტიკისა, ხო? ხო, ნამდვილად ეს ასე არის. როდესაც შენ შიდა, არა და შიდა საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესოა 500.000 ამორჩევლისთვის, ხო? ყველაფერზე ხო ვერ საუბრობ ჩვენ ყველასთან ყოველდღიურად პარტიულ საკითხებს დაკავშირებით. ახლა მე თქვენს ეთერში რო ვისაუბრო, დიანა შიდა, რაც შემთხვევით შეიძლება შიდა არ იყოს, ამა თუ იმ საკითხზე, ეს გადაითარგმნება, აგერ ეხა ნოდარ მელაძე ზევით ზის და ხვალ გააკეთებს სიუჟეტს, რომ პარტიაში არის კონფლიქტი. არა და სინამდვილეში ეს იქნებოდა მოსაზრება და როდესაც პარტიაში ტარდება არჩევნები, ყველა საკითხი გამოდის საჯაროდ და ტარდება შეჯიბრებითობა და საუბრობ ყველაფერს დაწყებული, არ ვიცი, რუსეთის ინტერვენციით უკრაინაში, გაგრძელებული სამაშობლოთი პოლიტპატიმრებით, არაფორმალური გავლენებით, როგორ ხედავთ ამა თუ იმ თანამშრომლობას ამა თუ იმ პარტიით და ასე შემდეგ. ამიტომ აქ ხოდ პლუს ხედავ, კონტექსტ ხო აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის ახლა ნომერი პირველი ამოცანა, დიანა, ნომერი პირველი ამოცანა განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისგან, მე იმას არ ვამბობ, რომ იმ პარტიებში არ არიან ადამიანები, რომლებიც არ თანაგვიგრძნობენ და პირველში არ თანაგვიგრძნობენ მიხეილ სააკაშვილს. არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.
და განსაკუთრებით ახლა ერენე ხოშტარი ახლა ნაშიმშილები აქვს ადამიანს, ხო, ამას როგორ დავაბრალე ვერავითარ შემთხვევაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მის პარტიას სხვა უფრო ინტერესი აქვს, ვიდრე ჩვენ გვაქვს ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა. ამიტომ ამ კონტექსტში სანამ ვარ და ამ ვითარებაში და სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე ემუქრება, ხო? ეხლა ნებისმიერი თამბაზის უცებ ნებისმიერი შიდა ტიპის ასე თქვა რაღაცა თუნდაც დემოკრატიული შეჯიბრებითობა შეიძლება უადგილო იყოს. ამის გასაგებია. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ისევ ნიკა მელიასთან ერთად. ტელევიზიებში დაბლოკილი ხო ხარ? კი, ვარ. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ნიკა, რამდენჯერმე ახსენე პატიმრები, ტყვეები ასე მოიხსენიე. ნიკა გვარამიაზე არის საუბარი, ეკა ხერხეულიძე საუბრობდა ინგა გრიგოლიას ეთერში, რომ საპატიმროს მერე მას ხედავს პოლიტიკაში და ამ საუბრებს ყვებავს ასევე მისი გამოსვლები სასამართლოზე, რომელიც პოლიტიკური შინაარსით არის დატვირთული. თქვენ ხედავთ მის ადგილს პოლიტიკაში ან ნაციონალურ მოძრაობაში თუ ამ თემაზე საუბარი არ მიგაჩნიათ დიდად. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია თქვა ის რაც სიმართლეა, ხო, ეხლა ნიკა ის რომ დღეს ოპოზიციური ხმა ისმის, ჩემი ხმა ისმის ეხლა თქვენს ეთერში ის რომ ოპოზიციური ხმა არსებობს, ნიკა გვარამიას წვლილი არა უბრალოდ უდიდესია, არამედ ჩემი შეფასებით და არ მარტო ჩემი შეფასებით შეუფასებელი არის. მან მართლაც ოპოზიციური ხმა რო ისმის, ხო? თუნდაც ერთ-ერთი ჩემი ხმა რო ისმის, ეხლა თქვენს ეთერში აქ, ხო? ეხლა ეს ერთ-ერთი სადმე მაინც მექნებოდა ეთერი ნიკა და მოგიწევდით. კი. მაგრამ არ ვარ ასეთი დარწმუნებული ნამდვილად, რომ შესაძლებელია ყოფილიყო ის მოცემულობა. ყველა ეპოქაში მქონდა რაღაც საშუალება, რომ მქონოდა ეთერი. თქვენ კი, ეხლა სადმე მოგიწევდით. არ მინდა ნიკას როლის. ამიტომ არა, ვიდივარ იქამდე. ამიტომ ფიქრობ, რომ ნიკა გვარამიას სხვადასხვა განსხვავებულ როლებთან ადაპტაციის უნარიც ცნობილია, ხო? ადამიანი ეხა არ დამთავრებით აზე არ შეუშინდა, არ დაექვემდებარა არც მუქარას, არც შანტაჟს და მოკლედ ეხა ნიჭიერი ადამიანია, განსხვავებული, კარგი გაგებით ადამიანია, მისი როლი დიდია საერთო საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ხო, მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული და მე მჯერა ის იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული. ამიტომ ეხლა საათხედავ მე ნიკა გვარამის პირველ რიგში მინდა დავინახო ნიკა გვარამის თავისუფლებაზე. ეს არის და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი და პირველ რიგში მან უნდა ისაუბროს, მაგრამ ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, პირდაპირ გულახდილად გეტყვით, მნიშვნელოვანია ნიკა გვარამიაზე ვისაუბროთ როგორც მედია მენეჯერზე, იმიტომ ეს ასე არის. ის არის დიახაც მედია ტელეკომპანია თავარის გენერალური დირექტორი, ეს უდიდესი მხარდაჭერა რაც მას აქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მათ შორის ამითაც არის განპირობებული და ეხლა თუ მე გინდათ ეხლა რომს ვფიქრობდი, არც ვილაპარაკებდით, რომ პირველ რიგში მგონია, რომ საზიანო იქნება მისი ინტერესებისთვის და არ მგონია ეკა ხერხეულიძეს ასე მკაფიოდ ეთქვა ის რაც თქვენ ახლა მან უბრალოდ ისურვა რომ მას ხედავდეს სამომავლოდ პოლიტიკაში. პირველ რიგში ჩვენ ყველანი მათ შორის ეკა ვისურვებთ, რომ ის თავისუფალი ის და მიშა. ეკახმებით მეც მოგიერთდებით. მე მინდა კითხო თქვენ წეღან თქვით, რომ პოლიტიკურ ცხოვრებას სხვადასხვა ეტაპები აქვს მოძრაობაში იმას გამეცინა მოგდეთ ნაციონალურ მოძრაობაში რომ მოიყვანეთ პირდაპირ უკვე ნიკა რა სხვაგან წავიყვან არა უბრალოდ რაღაცა თავის ხამდო აღჭირს ადამიანები პატიმარი მიშაზეც რომ ეკითხებიან ხოლმე მართლაც რატო არ ინტერესდება ქართული გრიგოლიასთან იყო ინსპირაცია ამ კითხვის ხო და ჯერ გათავისუფლდეს ადამიანები და არ მოერიდება ხო ვიცროთ აი ამბობენ მიხეილ სააკაშვილიძე რომ აი ნუ წავიდა ქართული პოლიტიკიდან და გითხარით ეხლა ერთი თვის წინ მომიწია რაღაცა უნიშნულო მიზეზის გამო სამედიცინო დაწესებულებაში ერთი ღამის გათენება ხო ასე არანაირი ინტერესიც არა თუ ინტერესი არ მქონდა ანუ აი ეს განწყობა არ მქონდა გესმით ეხლა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში არის მიხეილ სააკაშვილი რომელიც მე მქონდა ქალბატონ გიულისთან საუბრის შესაძლებლობა რამდენიმე დღის წინ და იმაზე მძიმედ არის ვიდრე მე წარმომედგინა ხო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამიტომ რატო არის გასაკვირი რომ
სურვილის შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელია კონდეს შესაძლებლობა ინტერესდებოდე აქაურობით. ამიტომ როცა პატიმრებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში პრიორიტეტი ყველასთვის მე ვისურვებდი იყოს მათი გათავისუფლება. როდესაც გათავისუფლებიან მიშას და ნიკაც, ეხლა არც ეს არ გაუჭირდება საუბარი მათ მომავალ გეგმებზე. კი ბატონო, მე მინდა გითხოთ, თქვენ თქვით, რომ არის საკითხები, რომელიც ძალაუნებურად გამოიწვევს პოლიტიკური ცხოვრების გაცოცხლებას, რა შეიძლება იყოს უახლოეს მომავალში? იცით რა, მე მაგ ჩემი ვარაუდი ხარ, ისგან თავ შევიკავებ, არა თუ ვარაუდი, არამედ ყარი ვარაუდი. ხო, და თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს უკანასკნელ წლებს, ეხლა არაერთხელ ყოფილა პოლიტიკური კაზუსბელი, ანუ რაღაც პროცესების გამომწვევი კატალიზატორი, მიზეზი, საბაბი, რასაც მოყოლია სამართლიანი აღშფოთება საზოგადოებაში, რამაც სამართლიანი ბრაზი გამოიწვია და მინავლებული მუხტი გაღვივებულა, ხო? და ასეთ შემთხვევებთან ჩვენ გვექნება უახლოეს მომავალში საქმე. იყო წარსულში ასეთი იყო, კიდევ უფრო მეტად კონსოლიდირებული ყოფილიყავით ოპოზიცია, მედია, მithქვამს და სიღრმეში არ შევღოთ 2019 წლის 20 ივნისი მახსენდება, ხომ? იქ გონია თუ იქნებოდა უკვე ჩამოყალიბებული რო ყოფილიყო პოზიცია, პრორუსული ხელისუფლება კი არა, რუსული ხელისუფლება, მაშინ მართლა ყველანი ერთად დავდგებოდით, მაგრამ სამწუხაროდ ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა კვლავ იძალა ჩვენზე და შეშაშეთ. მე მაგ ძალიან გამოცივნის რა სევდა გაქვთ არ ვიცი თუ. სევდა კი არა მაქვს, ზუსტად ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილის იძულება რომ ვადამდელი არჩევნები ჩანიშნულიყო, იყო მაღალი, უმაღლესი იყო. მაშინაც იქ ვიღაცები თვლიდნენ რომ რატოს ვადამდელი არჩევნებია, ჩვენ ამისთვის მზად არა ვართ. ახლა იყო 23 თებერვალი 2021 წლის, სადაც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ალაპარაკა, რომ პოლიტიკური პარტია ნაციონალ-მოძრაობის ოფისი შტორმით აიღო, ხო? ახლა აღმოჩნდი იქ, სადაც აღმოჩნდი გამოკეტილი და სრული, ხა იმიტომ ხო არ შევედი იმ ციხეში, რომ ჩემი გათავისუფლება ყოფილიყო ნომერ პირველი ამოცანა, რისთვისაც ვიბრძოდით ყველანი ერთად, ეს მიზანი უნდა ყოფილიყო მიღწეული და სრულად გაუგებარი 53%-იანი ბარიერი დამხვდა მე პირადად, ხო? სრულად წარმოუდგენელი და საპარლამენტო ბოიკოტი დარღვეული. და სხვათა შორის არ შემიძლია სულ მოვიწყდებოდა, უნდა ვთქვა სიმართლე. ეხლა საპარლამენტო ბოიკოტი, როდესაც შედგა 1 ნოემბერს 2020 წლის, ძალიან ბევრმა განსხვავებულმა ადამიანმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება რუსთაველის გამზირზე, გახსოვთ ხომ? და დაწყებული არ ვიცი ხო, იაგო ხვიჩიათი გარძელებული ელისაშვილი დამთავრებული ნაციონალ მოძრაობით. რატო? იმიტომ საზოგადოების ნებას თვალი გაუსწორა ყველა. და შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა. თუმცა საბაბი, არა ეს ესე იყო. ბოიკოტი იყო საზოგადოების ნება, ბოიკოტი ეს სხვა გაყალბებული არჩევნების თემაა, ვერ შემოგვიყვება. აგერ ვერ ვთანხმდებით ეხლა და თქვენ ეხლა არც ვადამდელი არჩევნები მოგიდებათ. გამოკითხვები, პარლამენტში შესვლაზე გამოკითხვები. როდესაც მას შემდეგ არა. სადაც ხალხი ეთანხმებოდა, ჩვენ ჩავატარეთ ნაციონალური მოძრაობის ამორჩებათა უფრო დიდი ნაწილი ეთანხმებოდა პარლამენტში შესვლას, როდესაც უკვე ბოიკოტი დარღვეული იყო და ბუნებრივია, ხო? მაგრამ რა განაპირობა? მაგრამ მაინც. რა არ გამიზომია, რატო ვიტყვილები დიანა? ერთ ღამეში როგორ გაზომავდით ხალხის განწყობას? მაშინაც გავზომეთ, როგორ არა, ინგა ის დიანა ბოდიში. არა. ჩვენ რაღაცა რაკეტის მეცნიერებაზე ხო არა ბაბატიეთ. რაკეტის მეცნიერებაზე ხო არ ვსაუბრობთ, ეხლა ძალიან მარტივ გქონდა. ისი თქმა გინდათ ის. ხო და ამიტომ დაირღვა ეს ერთობა და სამწუხაროდ აქ ჩვენი წვლილიც იყო ნაციონალ მოძრაობის დიდი და ამ შედეგს დღემდე ვიმკით. 1 ნოემბრიდან რო დაიწყო, შემდეგ 8 ნოემბრის აქცია, შემდეგ გახსოვთ CSKO-სთან როდესაც წყლის ჭავლით დაგვიპირისპირდნენ, ხო? და 9 ნოემბერს კიდევ აქცია იყო ჩანიშნული, ჩვენ და მოულოდნელად 9 ნოემბრის დილით ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა ყველასგან მოულოდნელად, რომ რა დროს ქუჩის აქციებია, მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეთო და როდესაც დაინახეს პატარა პარტიის ლიდერებმა, რომ თავარი ოპოზიციური პარტიის შიგნით ბზარი გაჩნდა და არ არის კონსენსუსი, ამის შემდეგ მათ გაუადვილდათ მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც ვისაც კი არა ვამართლებ. ამის შემდეგ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორების ნაწილმა ძალიან არასწორი დამოკიდებულება ჩემი აზრით გამოიჩინა და მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ დაერწმუნებიათ ადამიანთა ნაწილი, რომ შესრულიყვნენ პარლამენტში და დაირღვა ბოიკოტი. და როდესაც ეს მოხდა, მე თუ მეკითხებით, მე არ ვიყავი სამწუხაროდ
თავისუფალი, ხო? მაგრამ პარტია ნაციონალურ მოძრაობას სხვა გამოსავალი არ ქონდა უბრალოდ და მათ შორის თქვენს და ყველა საზოგადოებრივი არ გტოვებთ. ბრაზი რაშუაში ყველაფერს თავის სახელով დაერქვა დიანა ბრაზი რაშუაშია. საერთოდ არ მგონია რომ შემთხვევით გააკეთა ის განცხადება. აბა ეხლა 9 ნოემბერს როგორ შეიძლება მთელი ერთსულოვანია, მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია. აბატეთ ეხლა და უჩუმრად რომ განცხადებას ავცელებ, ხო? ჩვენი წვლილი რას ქვია მისი პოზიცია ხა მე ასეთ მნიშვნელოვანი საკუთარი პოზიცია. არა, ამის შემდეგ 3 თვის შემდეგ წავიდა, ხო? 2 თვის შემდეგ წავიდა. მაგრამ დანაშაულებს ბარემის. არგით ეხლა რა შეიძლება არის გარემოებები, როდესაც შეიძლება აგური შემთხვევით ვითარება არის, უბრალოდ როდესაც აგური შეიძლება შემთხვევით დაგეცეს თავზე, მაგრამ შემთხვევითობას ვერ დააბრალო. წარმოუდგენელია, როდესაც მთელი ნაციონალური მოძრაობა, მთელი ოპოზიციური სპექტრი შესაშურად შეკრულები ვართ, ამ დროს რაღაცა დამაზიანებელ განცხადებას მარტო არ ვცელებთ. ამიტომ მე არ ვამართლებ იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ვადაზე ადრე მიიღეს გადაწყვეტილება შესრულიყო 2 მათგანი, მაგრამ სიმართლისთვის ვერც გავამართლებ, ბუნებრივია, ხო? მაგრამ ამ ყველაფრის კატალიზატორი იყო ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა სამწუხაროდ. ამიშალობა ვისი სახით. ხანი არ არის თქვენს პარტიაში და ნოემბერს. რა არის თქო ის თემები, რაც შეიძლება გახდეს პოლიტიკური ცხოვრების ადუღების თემა. სიტყვა მოიტანა. პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის და ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის განსაკუთრებით ბოლო წლების გამოცდილების გაზიარებით და გათვალისწინებით ამოცანა რა არის, რომ შედეგზე გავიდეთ და არა უბრალოდ ჩვენი ძალიან საპატივცემულო თუნდაც სამართლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვახდინოთ, რომელიც მოდის ამორჩევლების მხრიდან და გავიბრძოლოთ სიტუაციურად ერთდრიანი და ორდრიანი რაღაც პოლიტიკური ორთაძოები თუნდაც ქუჩაში. ჩვენი ყველასი ვინც კი არის ნაციონალურ მოძრაობაში ამოცანა შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რის გარშემოც უნდა მოხდეს კონსოლიდაცია და ამ ყველაფერს ხელშეუწყობს კატალიზატორი, არა, ვერ კატალიზატორი, არა, ამიტომ მე მთელი დღეების განმავლობაში ამაზე უნდა აწყოთ თქვენი საინფორმაციო ბადე. ქვეყანაში სადაც ძალიან არ გვეუბნებით თემებს, რომ მე მაგალითად ამას კი არ დავინტერესდებოდი, ეხლა მაგალითად ესეც კი მიჩუნდა და არც ჟურნალისტი არ საუბრობს, ხო? ხო, აი მაგალითად თავარი დასაყრდენი ბურჯი ქართული ოცნების მთელი 10 წლის განმავლობაში, თუ 9 წლის განმავლობაში სპეცსამსახურების ხელმძღვანელის მოადგილე სოსო გოგაშვილი ენით აღუწერელი დანაშაულების თაობაზე ისაუბრა, ხო? ისაუბრა და ამის შემდეგ თითქოს ეს მნიშვნელოვანი აღარ არის. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გონია რომ ნათელი მოეფინება მუხტალის გატაცებაში კონკრეტულად ვინ იღებდა მონაწილეობას და დარწმუნებულია ბევრ არაფერში ისე არ ვარ როგორც იმაში რომ ბატონი გომბელაური და არა მხოლოდ უშუალოდ აგებს პასუხს დარწმუნებული იმაში ვარ რომ თემებზე რაც უდია ხელისუფლება არ კონცენტრირდები არა კონცენტრირდეთ თემებზე რა არის კარგი თქვენში რის გამო უნდა იყოთ თქვენ ალტერნატივა რის გამო უნდა მთელი ამ გადაცემის განმავლობაში თქვენ ეს კითხვა დამისვით და თქვენ ამ კითხვას ჩემს მეგობრებს კოლეგებს გადაცემებში უსმევთ და მე რომ შემდეგ გადაცემაში მოვალ სოციალურ პოლიტიკაზე და ეკონომიკურ პოლიტიკაზე დამალაპარაკები ხო ზუსტად ვიცი რომ პირველივე 10 წამში გამაჩერებთ ხო ეხლა ქვეყანაში ჩვენ პროცესებს ვადევნებთ სადაც სანქციებზე არის ლაპარაკი სათაურად მითხარით რა თემის ირგვლივ უნდა მოხდეს პოლიტიკური ცხოვრების კონცენტრაცია და გააკეთებინებთ გოგაშვილმა რა ამხილა ხელისუფლება არა მხოლოდ ვიცით ეს ამარხიდან არა მხოლოდ მე მგონია რომ ბევრი მოციქციკე ბომბი აქვს ქართულ ოცნებას შემოდებული საკუთარი პოლიტიკური გუნდით და ამას მოაჯდებით. არა, აქ მიიღეს მონაწილეობას აქტიურს მთელი ოპოზიციური სპექტრი. არა თუ მოვაჯდებით ტალღას და თუმცა ამაში არაფერი ცუდი არ არის და დასაწყისი პოლიტიკურმა კლასმა, აი როგორც სერფინგია მოსამზადებელი და მე უნდა შეახდე ტალღას, ეხაც ასეთი პროცესი დაველოდოთ მე-9 ტალღას. მადლობა. არა, დიანა, ჩვენ ეხა ერთი ერთის სიტყვით თქვენ ამბობთ და მეთანხმებით რომ მძიმე რუსული
ავტოკრატიული ოლიგარქიული მე არაფერს რეჟიმია, ხო? შედარებით ვარ. რეჟიმია, ანუ არ მეთანხმებით ამაში? არა, არ გეთანხმებით, კაცო, მე ჩემი აზრით, ძიმე ავტოკრატიული რეჟიმი. მე არაფერში არც გეთანხმებით, არიან არც ადამიანები, გეწინააღმდეგები. ნუ მე ვარაუდობ, რომ თქვენ ჩემს პოზიციაზე ხართ, კი, ვარაუდეთ, კი. უმძიმესი რუსული ტიპის ავტოკრატიული რეჟიმია და ზოგჯერ ძალიან გულუბრყვილოდ ვცდილობ წარმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები რა ვხრი. აი ცოტა ოდნავ მეტი ძალისხმევა და პუტინის ავტოკრატიული რეჟიმი შეიძლება სულოდნავ მეტი ძალისხმევით დაიმსხვრეს. სულოდნავ მეტი ძალისხმევა საყვარისი არ იქნება. მადლობა ნიკას, ვანოს შოუ იწყება, მაყურებელს თხოვ დარჩეს TV პირველზე. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა.